დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. დღეს არის ოთხშაბათი და ოთხშაბათობით ტრადიციულად მეორე ბლოკში გვაქვს რუბრიკა ფილტრის გარეშე. ოჩახ ვასიკო და დღეს გვყავს სტუმარი, რომელიც მოვიდა ძალიან საინტერესო ექსკლუზიური ისტორიებით და ჩვენ ვამაყობთ, რომ უკვე წინასწარ ვამაყობთ, რომ ჩვენს ეთერში გავიგებთ ძალიან საინტერესო ამბებს. ჩვენი მეგობარი, რეჟისორი გოგა ხაინდრავასგან მოგესალმებით. მადლობა რომ მონახეთ დრო, ჩვენთან მოხვედით, დატვირთული გრაფიკი, ახალ ფილმზე ფიქრები და ასე შემდეგ. რაღაცა ისეც გავიგებთ, რაც აქამდე არ მოგვისმენია, ხო? რაღაცა მაგის ეგეთი იმედი გვაქვს. ჯერ დავიწყოთ, მოდით ბავშვობით, ბევრი ბავშვობის ფოტოები არ გვაქვს, მაგრამ ერთი გვაქვს და ძალიან საყვარელი და ვხედავთ ახლა ჩვენ ეკრანზე, ტელეფონით ხელში გოგა ხაინდრავა. რამდენი წლის ხართ აქ? 5-ის. 5-ის. ხუდი რომ მაშინაც ხო, შლაპა. ეგ ოჯახური ტრადიცია. ოჯახური ტრადიცია. ესაც რაღაც სინჯებისთვის ხო არ იყო ფოტო? არა, ისე იყო, ხო? როგორი ბავშვი იყო გოგა? ცელკი ძალიან. მართლა? ძალიან. აი ამასაკში უკვე ცელკი. ამასაკში. აი რას აფუჭებდით? არა, არ ვაფუჭებდი, ცელკობდი რა, უბრალოდ. ცელკობა გაფუჭებდი. ხო, გაფუჭებდი. არა, ნუ ისეთი. გაფუჭებით არ ვაფუჭებდი. უფრო გვიან დავიწყე გაფუჭება. ამასაკში ჯერ არ ვაფუჭებდი არაფერს. ცელკობდი. გამჯერი როგორი მოსწავლე როგორი მოსწავლე, იცი როგორ ვერ გეტყვი რომ მაინც და მაინც დამჯერი და კარგი მოსწავლე რაღაც სასაკამდე და მე უკვე სადღაც მე-9 კლასის მერე საგნები რომელიც ჩემთვის ძირფასი იყო, იმას კარგად სწავლობდი და დანარჩენებს საერთოდ არ სწავლობდი. საერთოდ პირიქით ხდება ხოლმე, მე-9-მდე რაღაცას ვითომეს და მე აიშვა ხო ამბობენ და. ხო, არა, ჩემთან პირიქით იყო, იმიტომ რომ რაღაცა ასაკი მოვიდა და მივხვდი რომ რაღაცები მომწონს. აი რომელი საგნები იყო ეგ? ნუ გეოგრაფია მიყვარდა ძალიან, ისტორია განსაკუთრებით ისტორია რა და ენა. იმიტომ რომ ეგ ჩემთვის ისეთი რამე იყო სახში ქართულს ყველა ვერ ლაპარაკობდა, ბებია ჩემი მაგალითად პოლონელი იყო და ქართული არ იცოდა, ამიტომ მასთან რუსულად ლაპარაკობდი. და ასე შემდეგ, ამიტომ ქართული პოლონური სიტყვაც ხო არა გვაქვს? გეძვირფასებოდათ ბავშვობაში კი. მამა ჩემი და ბებია ჩემი როცა არ უნდათ რომ დედას გაეგო, დედა ჩემს რაშია. რას ერთმანეთში პოლონურად ლაპარაკობდნენ. მამამ 5 ენა იცოდა. ნახე. ბიძა ჩემს მაგალითად ფრანგულად ელაპარაკებოდა, ინგლისურის მასწავლებელი იყო საერთოდ, იმიტომ რომ ნუ გადასახლებიდან რო ჩამოვედით იქ ძალიან რთული პირობები იყო, ეხლა პოლიტპატიმრები ხო გესმის, პოლიტპატიმარი იყო რა. ამიტომ სამსახურის თვალსა, მაგრამ 5 ენა იცოდა, აი აბსოლუტურად კარგად და ამიტომ მაგით ცხოვრობდით. ხო, ანუ მოწაფეები მოდიოდნენ და სწავლობდნენ. გადასახლება ახსენეთ. ხო. გადასახლებაზეც რო ვისაუბროთ, ჩვენ ფოტოები გვაქვს ემიგრაციაში ცხოვრების, თქვენი ოჯახის, ახლა შეგვიძლია გაუშვათ. ეს არის უნიკალური კადრები, წარნახეთ. ეს არის მარჯვენა სურათი, ეს არის აღდგომა ჩვენ ხარბინში, ჩინეთში, აი სუფრის თავში ბაბუაჩემი ზის, ივლიანი ხაინდრავა, ძალიან ცნობილი მოღვაწე იყო ხარბინში, განსაკუთრებული პატრიოტი. და საოცარი ფოტოა ის პირველი და ეს არის აღდგომა ჩვენ ოჯახში და ნუ შედან მამიდა ჩემი, მამა ჩემი პატარა ბაბუაჩემის გვერდზე დგას და ბიძა ჩემი აი ეგ წინ მარცხნივს. მეორე ფოტო არის 1916 წელია ბაბუაჩემი სხვაგვარი და სხვა სახელი ჩამოვიდა თავის მშობლიურ სოფელში, სადაც ოდიშის აზნაური იყო ლევან ხაინდრავა, ეგ ბაბუაჩემი. აქ დგას სიმონ ხაინდრავა, თათია ხაინდრავას მამა და მთელი ოჯახი რა ჩამოვიდა ოჯახის სანახავად, რომელიც 35 წელიწადი არ ყავდა ნანახი, იმიტომ რომ ბაბუაჩემი კატორღაზში იყო, სახალინზე 12 წელიწადი იქ კატორღა მოიხადა და მერე გააძევეს რუსეთის ტერიტორიაზე, ცხოვრების უფლება არ ჰქონდა რა. Без права проживания на территории Российской империи და ჩინეთში გადავიდა, ხარბინში დასახლდა და ნუ იქ ძალიან ცნობილი პიროვნება გახდა. კინოკადრია, თითქოს სპეციალურად ანუ კინოსთვის გადაღებული. ეს არის სახლი ჩვენი ხარბინში, ეს სახლი ეხლაც დგას იქ. ცენტრში, ხარბინის ცენტრში ბაბუაჩემის აშენებული სახლია, მე ვიყავი ამას წინათ და ნუ აი ხა მაღაზია იქ დიდი უნივერმაგია, ამ სამსართულიანი სახლი იყო, ბაბუაჩემის აშენებული ორი სახლი აქვს ხარბინში აშენებული, ორივე დგას ეხა ცენტრალურ ქუჩაზე, კიტაისკე ჩინეთის ქუჩა ქვია რა. ხო და ეს ძალიან ძვირფასი სურათია, იმიტომ რომ ეს ჩამოიყვანა თავისი მეუღლე ბებია ჩემი და ფერგზიმეთ იყო
და ბაბუაჩემი და მამაჩემი დაიბადა 916 წელს ზუსტად ცოტა ხანში. ჩამოიყვანა, გააცნო მეუღლე და თვითონაც მოინახულა თავის აი 3 ძმა დგას, 4 ძმა იყვნენ. მათი მეუღლეები და რა მინდა გითხრათ, ეს არის ლეხაინდრაო სოფელი. 916 წელია, რაც ვიათ შეხედეთ რა. ქალებს. ну კაცები ჩოხებში არიან. ქალების კაბები ნახეთ რა. ევროპულად 916 წელია ხო, ეხლა რო გეტყვი რომ რაღაცა განსაკუთრებული პატარა, ну პატარა არა ისეთი სოფელია მარტვილის რაიონში სოფელი ლეხაინდრაო. შეხედე რა. ეხლა რო გითხრა რომ ბაბუაჩემი მამა ძალიან რაღაცა მდიდარი კაცი იყო აზნაური, აი შეხედე, ან როგორ აცვიათ, ან ეს სახლიც ნახეთ, იქ ფარდა როგორ არის ყველაზე გაკეთებული, ეს ყველაფერზე დეტალებზე ხო და ეს არის ჩემთვის მაინც ძალიან ძვირფასი ამბავია რა, მე იმიტომ მგონი ორივე ძალიან ძვირფასი სურათი, იმ სურათს ახლა რა ეტყობა, რომ ადამიანი 12 წელი კატორღაზე იყო, შემდეგ გადასახლებაში არის ჩინეთში და იქ ესე დასახლდა, ხო? აი გეგონება, რომ იქ, რა ვიცი, მოკიდებული აქვს ისე ფეხი და ისეთი სახლი, ისეთი სუფრა, როგორი ორანჟერეა არის შიდა, მოკლედ, რა ვიცი, ნამდვილად მესაუბრებოდა გოგა, რომ უნიკალური კადრები მაქვს, თუნდაც ჩინეთისო და აი ვხედავთ ახლა ჩვენ ბაბუაზე ვისაუბრეთ და მოდით ახლა გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, სადაც უფრო დაწვრილებით შეგვიძლია დიდ საზოგადო მოღვაწესთან, რომელიც ჩინეთში მოღვაწეობდა და აი სურათები საფლავთანაც. აი რა უნდა გითხრა, წარმოიდგინეთ, ბაბუაჩემი გარდაიცვალა 85 წლის წინ. 75 წლის წინ ჩინეთიდან წამოვიდა ბებიაჩემი, მამაჩემი და ბიძაჩემი. ესე იგი 75 წელიწადია ამ საფლავს პატრონი იქ არ აყავს. ნახეთ საფლავი როგორი მოვლილი. ვერ სიტყვი რომ ეს მე რო იქ ვიყავი, მე რო ბაბუაჩემი საფლავი მოვინახული, პირველი რაც გავაკეთე თბილისში რო ჩამოვიდი, მამაჩემი საფლავზე ავედი და და გავწვინდე. ეს არის ტრადიცია. ეს მეტყველებს ვინ არიან ჩინელები. საკუთარ თავს ცემენ პატივს, საკუთარ ტრადიციას ცემენ პატივს. იქ ბევრი ქართველია სხვათა შორის დასაფლავებული გარშემო რა იქ და უნდა ნახოთ როგორი პატარა ეკლესია დგას, პატარა მართლმადებელი ეკლესია, მართლმადებელი მღვდელი მოდის ჩინელი იმ დღესასწაულებზე და ნუ აი განცვიფრდე ხა მე 3 ხატი ჩავიტანე აგერ ქვემოთ რო არის და იქ დავტოვე. თქვენს ბაბუაზეც ეს ბაბუა ევლიანე ხაინდრავა იყო 17 წლის იყო როდესაც სოფლიდან ნუ მაშინ ისი იყო რა რომ სახში პირველი განათლება სახში ღებულობდნენ მერე წავიდა ქუთაისში სასწავლებლად იქ ესე იგი მოხდა ნაციონალისტურ წრეში 17 წლის იყო და ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი მოკლეს რუსი აფეთქეს ნუ ბაბუა ბოლო იდგა იმიტომ ყველაზე პატარა იყო 6-ვე დაიჭირეს 4 კაცი დახვრიტეს და 2 კაცს რახან ბავშვები იყვნენ მიუსაჯეს 25 წელი კატორღა. ხო. და ქუთაისიდან სახალინზე ფეხით ჩაიყვანეს. წელიწად ნახევარი მიდიოდა ფეხით, ხო? არ მოიგდო. აი ესე ფეხით ურემი მიდიოდა წინ და ესენი მიყვებოდნენ რა, ეს პატიმრები. გენახიათ ალბათ კინოებში, კინები ხელებს. აი ესე ფეხით მიდიოდნენ. მერე 12 წელიწადი იჯდა იქ ძალიან საინტერესო ამბავია, იყო იმ ოსტროგში, სადაც ბაბუაჩემი იჯდა, იქ მიიღო ჩეხოვი. ოღონდ ჯერ ის ჩეხოვი არ იყო, უბრალოდ ეგ მიიღო. ანტონ პავლესზეა საუბარი. ხო და მე წიგნი აქვს სახალინი დაწერილი ჩეხოვს, მეც საკითხული მაქვს რამდენჯერმე, სადაც მოთხრობილი აქვს თქვა აი ამ საერთოდ ოსტროგების ცხოვრების წესზე და იქ მოთხრობილი აქვს ერთ-ერთ ჯგუფზე კავკასიელების, რომელიც ერთად ჭამდნენ, ერთად სვავდნენ, იქ ერთ-ერთი ბაბუაჩემია. ეხლა ზუსტად არა აქვს გვარები და სახელები, მაგრამ ერთ-ერთი იგულისხმება რომ ბაბუაჩემი იყო. მე ესე იგი 12 წელიწადის მერე მიიყვანეს საზღვარზე ჩინეთის წიხლი კრეს და გადააგდეს ჩინეთში, იმიტომ რომ არ ქონდა უფლება საქართველოში ცხოვრების. ნუ იქ წავიდა ისეთი კაცი იყო ეთყობა, ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, ფერზე დადგა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, იმიტომ რომ იქ გადარჩენა ამ პირობებში ფერზე დადგა, ძალიან მდიდარი კაცი იყო, ძალიან მდიდარი კაცი იყო. 905 წელს ჩამოაყალიბა ქართული სათვისტომო. ჩინეთში. იყო მისი თავმჯდომარე 25 წელიწადი. იყო სასტუმრო, ბიბლიოთეკა და ქონდა სხვა ქართველები. კი, აი დასაფლავებულებიც არიან. ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი. ისინი როგორ აღმოჩნდა? ეგენი ყველა არიან როგორც აი ესე. იცი როგორი ძირითადად იყვნენ გამოქცეულები. ვინც გამორბოდნენ აქედან, ეხლა ერთ საინტერესო ამბავი იყო, რკინიგზა კავეჟედე ერქვა. ჩინეთის აღმოსავლეთის რკინიგზა, რომელიც ჩინეთის შეკვეთით რუსებს გაყავდათ, იმიტომ რომ მოსკოვიდან ვლადივოსტოკში მატარებელი გადიოდა ხარბინი უნდა გაევლო.
ის სიმღერა რო არის ატმოსფერო და შაინსი, მაგანა ხო რა ჩინურ საზღვარზე შეიძლება. ამიტომ ძალიან ბევრი ქართველია, ვინც ასე ვთქვათ, შევიწროებული იყო პირველი რევოლუციის მერე და ბევრი ძალიან ქართველი მატარებელში ჯდებოდნენ, ვლადივოსტოკის მატარებელს და ხარბინში ჩამოდიოდნენ და რჩებოდნენ ჩინეთში. და იქ სხვათა შორის რესტორნების ქსელი და საერთოდ დიდი ჯგუფი მე გაჩვენებ ესეთი ლევან დადიანი იყო ესეც საინტერესო ფოტო აი გაჩვენებ და ქართველების დიასპორა დიდი იყო და აი ბაბუა იყო თავმჯდომარე 25 წელი და ნუ ეხმარებოდნენ ყველას იქ სპეციალური ეს იყო სალარო თუ ქართველი კაცი იქ თუ მოხდებოდა უპატრონოდ არჩებოდა აუცილებლად სამსახურს უპოვიდნენ სანამ ვერ იპოვიდა მანამდე იქ ცხოვრობდა ასე რომ ეს სათვისტომომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა რა ძალიან ცნობილია ამიტომ მეუბნები ჩვენ ხელისუფლებასაც რომ ჩვენ 30 წელი კი არა გვაქვს ჩინელებთან ურთიერთობა. ჩვენა გვაქვს ურთიერთობა 120 წელიწადია. მეცაც გეტყვით რა, მე სახში მაქვს საბუთი, სადაც მისალმება არის 918 წელს საქართველოში რომ დამოუკიდებლობა აღადგინა საქართველომ მანჯურიის და შორეული აღმოსავლეთის ქართველები შეიკრიბნენ ერთად და იქიდან მიწერეს რომ ჩვენ აქ ავართ და თუ და რამშეში გჭირდებით და იმ სხდომის თავმჯდომარე ბაბუაჩემი აწერს ხას ივლიანე ხაინდრავა და მეცაც გეტყვით აქ დოკუმენტებში ვიპოვეთ ქართული უნივერსიტეტის დაარსების დროს იქიდან გადმორიცხული თანხები იმისთვის რომ ქართული უნივერსიტეტი ფეხზე დამდგარიყო რა. საოცარი ისტორია და ეს კაბინეტი ნახეთ როგორი ლამაზია იქ ფოტოც არის ოჯახური ფოტო ჩარჩოში მაგიდაზე და მამა თქვენი დაიბადა ჩინეთში მამა ჩემი დაიბადა 916 წელს ჩინეთში ხარბინში. აი ხო შეგვიძლია ვნახოთ შემდეგი სლაიდი უკვე აი თქვენი ბაბუა და მამა. ეს არის სულ ახალი ნუ პატარა ბიჭია აქ უკვე მიდის ეს ბაბუა ჩემი აცილებს მიდის შანხაიში ფრანგულ უნივერსიტეტში სასწავლებლად. ფრანგულ უნივერსიტეტი ავრორა იყო ესეთი შანხაიში და საერთოდ პარიზში უნდათ რომ სორბონაში ესწავლა, მაგრამ ზუსტად მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. უпроსოდ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, იაპონელების ინტერვენცია მოხდა ჩინეთში 33 წელს რა. იაპონელები შევიდნენ და უკვე ბილეთი ჰქონდათ აღებული, იქ მოგვარებული იყო ყველაფერი, იქ უნდა წასულიყო რა. ის ყავდა გამზრდელი ფრანგი ყავდა, ფრანგულად ლაპარაკობდა, ნუ აი წყალივით და ნუ მაგრამ მე ესე იგი იქ რო ვეღარ წავიდა, იმიტომ რომ ეს ომი რო დაიწყო, მე იმაში შანხაიში დაამთავრა დრო არ იყო მაგ დროს. არა, ვერ წავიდოდა უბრალოდ იქა რა. აი ბაბუა თქვენს იქაც შანხაიშიც აი ხშირად როაცვიეს ქართული ჩოხაი სურათებშიც ვარ. ძირითადად სუჩოხი და ნუ მაშინ ისეთი პატრიოტული მოტივები. მაშინ ძირითადად სუჩოხი და ეხლა ეს იმაშია რა, იქ ეხლა შვილს ჩააკითხა იმაში. ფრანციცულად როგორც ამბობდნენ ფრანციცულად არიან ჩაცმულები. ისე სუჩოხა ახალობით ფოტოში პატრიოტული. ძალიან საინტერესო ფოტოები არის. შეგვიძლია ვნახოთ ახლა თქვენი და მამა თქვენის ფოტოები, თქვენი ეს მამა ეს აი მარცხენა ფოტო ეს არის ვერტინსკი ალბათ გაგიგონიათ ესე ცნობილი, მაგრამ მოიყვანა წირღვავა ცოლად. თავზე 35 წლით უმცროსი იყო, აი წირღვავა, მათი ქორწილია ვერტინკის გვერდზე დგას მამაჩემი და ლევან დადიანი ორივენი მეჯვარეები იყვნენ ამ ქორწილში, იმიტომ რომ ქართული სათვისტომოდან მოიყვანა ეს კალბატონი ქართველი მაგისი შვილები ცნობილი მსახიობები რუსები ორიდები ისენი რა ქვია ვერტინსკაევი ხო აი ეს კალბატონი თვითონაც მსახიობი იყო სხვათა შორის მაგის კინო ანასტასია და მარიანა და ეს თვითონ ლილი ეს თამაშობდა ის იმ თოვლის დედოფალს ისეთი ნუ ჩემ დროს კინო იყო თქო და ეს ლევან დადიანი მე ამერიკაში ცხოვრობდა მამაჩემი ძმაკაცია ჯერ მამა დგას და მე ლევან დადიანი რა ეს არის ქორწილი მაგათ ეს ქვედა სურათი ეს არის მამაჩემი წელიწად ნახევარი იჯდა უშიშროების ციხეში აქ რო ჩამოვიდა ჩინეთიდან რო ჩამოვიდა დაბრუნდა სამშობლოში დაიჭირეს წელიწად ნახევარი აქ იჯდა მე ერთი წელიწადი გზაში და მე გადასახლებაში დავებადე ყაზახეთში ხო და ჩემი ძმა 5 წელი ცხოვრობდა იქა 5 წლამდე და ეს ციხე რო დაიწვა კგბ-ს ციხე მივიდა და სურათი გადაიღო დამწვარი კგბ-ს სხვათა შორის გასაგებია რატომაც გადაიღო ერთ სართულზე ვიჯექით მამაჩემი 19 საკანში იჯდა და მე 21-ში რომ დიდი განსხვავება 21 საკანში რომ გამოგზადით 21 საკნიდან და იქ ფოტოც რომ გასცემას უკვე ნახეთ შემდეგ იმიტომ რომ აქ უკვე მალე გადაიცვლება მამა და ეს ერთად გადაღებული აივანზე რაღაცა ერთი ფოტო გვაქვს აი რატომ ერთი გადაღებული და ძალიან კარგი ფოტოა ხო რა
რაღაცა იძველებური 25 წლისაო არ აქ არა. საოცარი არქივია. საოცარი არქივია და სწორედ ახსენა რომ 21 საკანშიო მე ვიჯექიო და ჩვენ გვაქვს ფოტო უკვე გამოსვლის დღეს გადაღებული ალბათ იმ კონკრეტული საქმიდან თუმცა ამ ყველაფერს რეკლამის შემდეგ ვნახავთ ძალიან მაგარი არქივი გვაქვს კიდე იქ უკვე პოლიტიკური მოღვაწეობა აფხაზეთი და ბევრი საინტერესო რამ დაგველოდეთ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ იმედის დღეს, ფილტრის გარეშე, ჩვენი რუბრიკა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს, გოგა ხაინდრავა არის ჩვენი სტუმარი, 5 არაჩვეულებრივი სლაიდი ვნახეთ, ძალიან საინტერესო ისტორიები და ფოტოებით, ვინც ახლა შემოგვერთით, აუცილებლად უნდა გადაახვიოთ და ნახოთ ეს ყველაფერი და განვაგრძოთ ახლა. გაიზარდა გოგა უკვე დიდი არის ჩაება, ასე ვთქვათ, ეროვნულ მოძრაობაში, რომელიც 80-იანი წლებიდან ძალიან აქტიურად გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ძალიან აქტიურად იყო საქართველოში, ბევრი ახალგაზრდა იყო, ბევრი დამეგობრდა იქ და აი ესეთი ფოტოებიც გვაქვს, სადაც რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. მოდი დავიწყოთ იმ ფოტოთი, როდესაც თქვით, რომ ციხიდან რო გამოვედი კგბ-ს ციხიდან. ეს მარჯვნივ არის 1-2 3 საათის გამოსული ვარ უშიშროების ციხიდან. ეს მარჯვენა ხო? მარჯვენა ხო, აი ესა რა და ნუ იქ რაღაცა იქ ხალხი დაგვხდა რაღაც და ეს იქ გადამეგობრულად ფოტო. ზემოთ არის ზვიადი ჩვენ ნათესავები ვართ საკმაოდ ახლოს, აი ხან სურათი რო გაჩვენეთ ის რო გითხარით ხაინდრავა მეთქი იმის მას ყავდა კონსტანტინეს და ცოლად. და კონსტანტინეს დას და სიმონ ხაინდრავას ყავდა თათია ხაინდრავა მსოფლიოს. წეგან რომ ახსენეთ აი სოფელში 1916 წელს. მე ბავშვობიდან მახსოვს მამაჩემს პაიპასუ პატარა ვიყავი კოშკში რო დავდიოდი და ბავშვობიდან ძალიან ისეთი ურთიერთობები ჰქონდა რა. ახლა მამაჩემი და ზვიადი ბოლომდე მეგობრები იყვნენ, ჩვენ შორის მე გარკვეული უთანხმოებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ აი ამ უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი შუაშია და ძალიან კარგად ჩანს რა. ქვემოთ სურათი ეს არის უნიკალური კაცი იყო გია ჭანტურია რა. მე ვთვლი რომ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო მე-20 საუკუნის საქართველოში. ესეთი დისიდენტი, ესეთი, ნუ მე რა კოსტავას ლაპარაკი ზედმეტია ეს ლეგენდა იყო საერთოდ, მაგრამ გიაც არ არის შორს. 34 წლის მოკვდა. მე პატარა ვიყავი და მახსოვს. 34 წლის მოკლეს. ახალგაზრდა. 38 წლია მოხდა და 300 წლია ესროლეს რა. ეს არის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს, ჩვენ მეგობრობდით ერთ საკანში ვიჯექით იმაში უშიშროების ციხეში და ეგ არის აი რაღაც იმ კინოსახთან არის მე დაგვარბიეს და ეგ მე ვიღებ ამას რა, ეს მომენტია რა, ასე რომ გიას სამწუხაროდ აღარ არიან ეს ადამიანები ჩვენთან ერთად. და აი ამ პერიოდში ბევრი რამ გადაიღო გოგა ხაინდრავამ, არქივებიც აქვს ალბათ საინტერესო ხო? ამით მოვხდით ძირითადად ამ წრეში ხო? ნუ თუმცა ყველას ვიცნობდი, გია ჩემს სკოლაში სწავლობდა, ჩემზე პატარა იყო პირველ სკოლაში სწავლობდა, ჩემი მეგობრის სადარბაზოში ცხოვრობდა. ამიტომ გიას პატარა, ნუ ეხლა ზვიადი გითხარით სულ ბავშვიდან. მარიკა, ჩვენი სკოლა როგორი სათაყვანებელია? მე კოსტავას წერილებს ძირითადად მამაჩემი წერდა საფრანგეთში და ინგლისში. მამამ ენაც იცოდა, თან მეგობრები ყავდა იქ ბევრი, ხარბინიდან, შანხაიდან, უამრავი ხალხი წავიდა, მე მთელ ევროპაში ცხოვრობდა. ხო, გადაბრუნდნენ ბევრი თავის. ხო და ნუ ურთიერთობები იყო, ამიტომ ეხლა მოდიოდა ხოლმე ზვიადი, ეხლა ზვიადი 9 თვეში გამოვიდა და მე კოსტავა 11 წელიწადი იჯდა. და მოდიოდა და აი ამ წერილებს რო გამოვიდა, მე ერთ-ერთი პირველი ჩვენთან მოვიდა სახში გავიცანი მაშინ და ნუ ძალიან მეგობრობდი, ძალიან დიდ პატივს ვცემდი ახლა როგორც უფროს კაცს და ძალიან ღვაწმოსს რა. აფხაზეთის კადრები, აფხაზეთის ომი, ერთ-ერთი ყველაზე ძიმე ეს აფხაზეთის აიგერა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვარ. უახლეს ისტორიაში. მე იმისი რა ქვია ომის დროს ზემოთ ეს ასე ვთქვათ ჩვენი ჯგუფი ვინც იქ ვიყავით და ეს კიდე გადაღების ეს მთავარროლში გიორგი ნაკაშიძე და ბაჩო ბაჩუკაშვილი თამაშობენ იმაში ოცნებების სასაფლაო ეს გადაღების მომენტია იმაში რა ქვია ტამიში ვართ რა იქ არის გადაღებული ისე ჰალსტუხთან ერთად გადაღებას ახერხებდით თუ მაშინ არ იყო და ჰალსტუხი და გადაღება ერთმანეთთან როგორ მოდი ეხლა იქ ეთყობა რაღაცა შეხვედრაზე მივდივარ ეთყობა რა თავად მარიკა გადაღებები იმ თავად როგორი რამე იყო სანამ მინისტრი ვიყავ არა მე წამოვედი რა იმიტომ მე არ ჩასულა აფხაზეთში საუმრად აფხაზები ჩვენი ძმები არიან ნათესავები მყავს და ნუ აი გავიზარდე აფხაზეთში მე თავიდანვე
როცა იქ შემომთავაზეს იქ წასვლა, ჯერ მივხვდი რომ მე იქ საომრად არ მივდივარ და ცოტა ხანში მივხვდი რომ იქ არავინ ომის გაჩერებას არც აქეთ ამხარე, არც აქეთ ამხარე, არც იქით ამხარე არ აპირებს და მაშინ წამოვედი რა, მივხვდი რომ მე აქ არ გავჩერდები, იმიტომ რომ მე საომრად იქ არ ჩავსულ ვარ, მე მშვიდობისთვის ჩავედი, პრინციპული პოზიცია იყო ჩემი, მინდა გითხრათ რომ ერთადერთი ქართველი მინისტრი ვარ, ვინც სოხუმში ფეხით დადიოდა მერე უკვე ზურა ჟვანიას კაბინეტის წევრი რო ვიყავი, სოხუმში ერთადერთი კაცი ვარ, ვინც არის სოხუმში ჩასული და ფეხით დავდიოდი იქ. ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ აფხაზებს და თუ გინდათ ოსებს. ჩემდამი რომ ცხინვალშიც და სოხუმშიც ფეხით დავდიოდი. მე მარტო მინისტრის რანგში. იმიტომ რომ იმათმა იწვეხა, რა თქმა უნდა, იქ იმათში დღესაც ძალიან ბევრი არის, ვინც სიამოვნებით ტყვიას დამაჭედებს, გინდა იქიდან, გინდა აქედან, იმიტომ არა რომ მე ისინი ვავნე. იმიტომ რომ უამრავი აფხაზური და ოსური ოჯახია, რომელიც დღემდე მადლიერია, ჩვენი ვინც იქ ვიყავით იმ პერიოდში და მე ნუ მივხვდი რომ აზრი აღარ აქვს ჩემ ყოფნას აქა, უთხარი აქ რომ მეთქი მე აქ აღარ დავჩები და დავიწყე ეგრევე ფილმის გადაღებაზე გადავედი და ოცნებების სასაფლაო გადავიღეთ. ფაქტიურად მთელი ფილმი გადაღებულია ომის დროს ომში. ანუ კადრები არის აწყობილი ომის დროს ომში, ანუ ბრძოლის კადრებს რო უყურებთ, სურეალური კადრებია, იქ ორი კაცი დაგვეჭრა, ერთი ბიჭი მოგვიკლეს. გადაღების დროს. აი, ამიტომაც არის ესეთი მნიშვნელოვანი კადრები. საშკა იოსელიანი დადიოდა აფხაზეთში, ჩვენი მამაჩემის უახლოესი მეგობარი და იმდენი კადრი ჩამოჰქონდა იქიდან მაშინ. გაგრიდა მე ჩამოვიყვანე. ხო, ტელევიზიაში მუშაობდა, ჟურნალისტი გახდა იმისთვის, რომ დარჩენს აუცილებლად ისტორიას კადრები თუ რა ხდება აფხაზეთშიო. კადრებზე ვსაუბრობ და შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ, სადაც აი სულ კამერით ხარ და აფიქსირებ მნიშვნელოვან მომენტებს. ეს 9 აპრილია. ეს 9 აპრილის მემორიალია. უწმინდესი ის ვენერა იქ დაღუპული ხალხმატონები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. ძალიან თავი მოაქვთ ხოლმე ეგ ჩვენ რომ ეგ დიდი ბრძოლა გავმართეთ, 19 ქალი მოგვიკლეს, ამიტომ 9 აპრილს მაინც და მაინც დიდი საამაყო არაფერი არ აგვაქვს. ეხლა ის რომ ეს ისეთი დღე იყო, რომელმაც ასე ვთქვათ, ქართველი ხალხის განწყობა თავისუფლებისთვის სადმე როგორც დღეს სუვერენიტეტის დამოკიდებულების წარსულის და აწყოს ასე ვთქვათ თავდა კი მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩემი პოზიცია ისეთია რომ იქ აი იმის მერე ვიჯებით 9 აპრილის ღამის გამო ვიჯებით როდესაც არ დაუჯერეთ როცა გითხრა რომ შევბრუნდეთ ეკლესიაში შევიდეთ და ღმერთს მადლობა უთხრეთ გადარჩენისთვის თქო და 19 ქალი მოგვიკლეს ეს არის ბარიკადა იმისი რა ქვია რუსთაველზე და ნუ აი აქ იმას ვიღებ რა და ეს კიდე აი 9 აპრილის მემორიალზე. ძალიან ბევრი მაგრამ ნუ ბევრი კი ნუ მთელი არქივი გაქვს წლების განმავლობაში. 260 საათი მაქვს არქივი რა. რამდენი საათი? 260. გოგა ძალიან რთული იყო. ახლა ტელეფონს ამოიღებ და გადაიღებ და ადრე საბჭოთა კავშირის რეჟიმის პერიოდში კამერით ამ ყოლაფრის გადაღება 9 აპრილი ამის 9 აპრილის ესე გადაღება როგორ ახერხებდი ჩემზე. აი ესე აჩვენებდნენ რუსები და უშროების აი ესე აჩვენებდნენ თითით ჩემზე კამერით რომ მოდიოდი და უბრალოდ ჩემს გარშემო ახალგაზრდები იდგნენ ახლა ბუნებრივია ყველა ერთადერთი კამერა რეზიკო გარლიანი იღებდა კიდე მაგრამ ის დაიჭირეს წაართვეს კამერა იმ რუსების ყველაფერი და ერთი კიდე იყო ექიმი ბიჭი იყო ჩხეიძე კაი ბიჭი იყო ძალიან იმის კამერა დაამტრიეს კამერა დაუმტრიეს მაგრამ მაგათმა არ იცოდნენ მაშინ რომ კასეტები შიგნით და ის კამერა ვიპოვეთ და ამოვიღეთ კასეტა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კადრი არის სასტრაფო მანქანას რომ ეს კი მაქვს ვიცი გამხეცებულები რომ აი ეს კადრი მე მთელ მსოფლიოში ტრიალებდა რა იმ კასეტიდან არის იმ ბიჭის გადაღებული არის იმ ჩხეიძის რა და მადლობა უნდა უთხრათ იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ამან იმიტომ რომ იქო საბჭოთა პროპაგანდა ლაპარაკობდა რომ იქით ჩვენ დავესხით თავს იქ მშვიდობიანი ეს როგორც 7 ნოემბერს მერაბეშვილის ხომ მშვიდობიანი კაცი იყო 3000 კაცი მოვიდნენ და ჩვენ მოშიმშილეები ერთი კვირის თავს დავესხეთ 40 კაცი 3000 კაცი რა და ნუ მაშინაც ესე იყო რა თავს დავესხით იმას რა ქვია რუსჯარის კაცებს რა. ხო და კასეტის გადატანის ამბავიც გვახსოვს ანუ იქ ჟურნალისტები რო ესტონელები სასტუმროში შევძვერით უკნიდან მე ხა პირველ სკოლაში სწავლობდი და სულ ვიცოდით იქ რა ხა უკნიდან შევძვერით და გავატანე დილას მიფრინავდნენ და გადაიტანე გადავიდა ხო მაშინ პირველად ტალინში ჩაფრინდნენ იქიდან შვედეთში
შვედეთში გადაწერეს და ესე იგი აქ რო ლაპარაკი იყო რომ იქ ექსტრემისტები დაეტაკენ საბჭოთა ჯარს, უცებ შვედეთის სტოკჰოლმის ტელევიზიამ აჩვენა აი ეს კადრები რომ მოდის ეს ძიმე ტექნიკა და რა შვებიან იქ ისინი და ნუ დამთავრდა მე ამ ხო, აი ესეთი კადრები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მით უმეტეს იმ დროს, როდესაც გადაღება მართლა რთული იყო, არ არსებობდა ეს ტელეფონები და სმარტფონები, რომლის საშუალებითაც იღებდი და საკუთარ სიცოცხლეს წირავდით მაშინ იმისთვის, რომ აი ეს კადრები ისტორიას და მსოფლიოს ერთი არ დამავიწყდება ეს ბიჭი, ვიღაც ბიჭი მოვიდა, უცნობი და მომიტანა და მითხრა ეს კამერაო და გადაიღე ამით. მადლობა იმ ბიჭს თუ გიყურებს დღეს. მოდით ახლა ოჯახი ვნახოთ, მარიკა. შვილები, არაჩვეულებრივი ფოტოები. ლევანი მინდა მოვიკითხო, წლები არ მინახავს ჩვენ ძალიან მეგობრობდით. ხო, ვიცი ეს ყველაფერი, ვიცი, თუმცა არ მინახავს წლები და იქ მოშორდა რა ქალაქს და ბედნიერია. ბედნიერად იქნება დარწმუნებული. მარიამი ახლა ჩამოვიდა ვენაში იყო, იქ მეუღლესთან ერთად იქ საელჩოში მუშაობდა ჩემი სიძე და ახლა ჩამოვიდნენ შვილიშვილთან ერთად და დიდი ეს არის აი მარიკა იცი და ეს კიდე აი ახალი დაქორწინებული ვიყავ. საოცარი ფოტოა ეს პირველი. დაქორწინდით. მე ვიყავი 27 წლის, მარიკა 23-ის. ხო ეთყობა რომ ძალიან პატარა, რაღაც ახალგაზრდები და ბედნიერი. ეს იცი რა ხდება, მე ვარ გადაღებაზე და მარიკაც არის გადაღებაზე. მარიკა არის გადაღებაზე იმაზე, რა ქვია, მონანიება ატენგიზ აბულაძესთან და მე და ერეკლე ბადურაშვილი ვიღებთ სხვა ფილმს, მაგის ფილმს ვიღებდით რა, ავტოპორტრეტი და ნუ იქ ვართ ერთად რა და ეს იმაზეა, პალიასტომის ტბაზეა გადაღებული. იურა მეჩთომა გადაგვიღო. კარგი ფოტოა. ძალიან კარგი ფოტოა, გოგა მახსენა, ესე იგი შვილი, ნახოთ აბა შემდეგი სლაიდი, სადაც შვილები. ხო, ეს მარიამის და ნიკუშა მაღრაძე, ჩემი საყვარელი სიძე, მაგის მათი ქორწილია. ის მე და ლევანი ვართ, პატარა ლევანი და ეს კიდე ჩემი შვილი ლუკა 22 წლის არის, ახლა იმას გესაშენებს ახალქალაქში წავიდა, იქ სამუშაო და ეს ერთად თავად მარტყოფის მონასტერში ვიყავით ერთად და იქ გადავიღეთ ერთად ფოტო. როგორი ბაბუა ხარ? მე მგონი კარგი. მამა უკეთესი თუ ბაბუა? ბაბუა ხო? ბაბუა, რა თქმა უნდა. ბაბუა, იცი როგორი რამეა? ბაბუას არანაირი პასუხისგებლობა არ აქვს. მარტო მამას აქვს პასუხისგებლობა მშობლებს. ბაბუას პასუხისგებლობა არ აქვს. ეგ მშობლებმა უნდა გაზა. არის მარტო სიყვარული. ურთიერთობა სიყვარული. და ამიტომ აბრალებენ რომ თქვენ ათამამებთ და შვილიშვილებს ეხლა. ხო, მაგრამ ნუ მეგობრები ხართ როგორც ვატყობთ ხო? თქვენ და ლუკა. ძალიან მეგობრობთ, ძალიან. და ეხლა აი ამ გადმოსახედიდან მაშინ როდესაც თქვათ აი ძალიან როცა ახალგაზრდა არის ადამიანი ხდება მამა, შემდეგ წლები გადის, აი სულ ფიქრობ ხოლმე და მე ბევრს უთქვამს რომ აი რაღაცებს თვითონ შევცვლიდი ახლა რო ხდებოდე მამაო აი ამასაკიდან. ამასაკის გადმოსახედიდან. რა თქმა უნდა შევცვლიდი, ეხლა ბუნებრივია და ცხოვრებაშიც ბევრ შეცდომას არ დაუშვებდი, რომელიც დავუშვი. გინდა შვილებთან ურთიერთობაში, გინდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბევრ ამაში რა ვიცი ხა. რა თქმა უნდა, რო კონდეს შესაძლებლობა უკან რომ მოტრიალდე. ეხლა იმ გზით ვივლიდი რა გზითაც ვიარე, ეხლა ნამდვილად არა მაქვს საქმე, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ეს შეცდომები იყო არის და ნუ ატევსერუზა, ეხლა ერთი თუ ის გაპატიებს მე რა იქ რომ იყო. საზოგადოებრივი ცხოვრება ვახსენეთ და ვაჩვენოთ ახლა შემდეგი სლაიდი დავბრუნდეთ კვლავ. ეს არის ჯერ იალბუზი ხო? ეს არის ძალიან ეს არის რეიტონ მესნერი. ცნობილი აი სახელგანთქმული ალპინისტი აქ იყო საბჭოთა კავშირში იყო ჩამოსული იალბუზე გავედით ერთად რა ნუ ეხა იალბუზე არ არის რთული მთა იქ ხერგიანი მოტოციკლებით არის ახალი მაგრამ ყველაზე მაღალი ყველგანადიო და ყველაზე მაღალი მთა არის მე სტუდიაში ვმუშაობ უკვე აიგერის მიკეთია ხედავ შტატივის კამარი გადავიღე ეს ხერგი მაღაზიაზე გადავიღე დოკუმენტური პატარა სურათი გადავიღე მასზე და ეს ის კადრები მესნერის ასვლა იალბუზე კი იასვლა და ჩამოსვლა რა ხო და ნუ აი ჩემთვის ესეთი ძალიან ძვირფასი ფოტოა ეს რომელი წელია? უი ეს გეტყვი ეს არის 85 ალბათ ან 6 5 ან ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ 5 ან 6 წელია რა რა საინტერესოა, როდესაც აი ესეთ ადამიანებს ხვდები, მათთან ერთად ლაშქრავ რაღაც ამწვერვალებს, მსოფლიოს მოგზაურობ და თან აფიქსირებ კადრებს. ორი დღე ერთად გავატარეთ და ძალიან საინტერესო პიროვნება, ძალიან ლეგენდა ყველა 8000 ყველა არის ჟანგბადის გარეშე ასული და მარტო საოცარი წარმოუდგენელი ამბავია რა ეხა ეს არის აი ლეგენდაა ნამდვილად ეხლა
ადამიანური შესაძლებლობა თუ რამეა ყველაფერი თან უჟანგბადოთ, ეს წარმოუდგენელი ამბავია უჟანგბადოთ. ნათი სლაიდი, როდესაც ისევ გააქტიურდა გოგა პოლიტიკაში, ასე ვთქვათ. ეს უკვე აი ოპოზიცია დგას. მინდა გითხრათ, რომ სამი კაცი ვარ დარჩენილი, მარტო ოპოზიციაში დანარჩენია ყველანი იქ არიან ახლა. ასე ვთქვათ, ნაცებთან მეგობრობენ თითქმის ახლა ეგერ ჯონდი დგას, ლევანი და მე დანარჩენები, გია კიდე ეგერ იქ არჩანს, დანარჩენები იქით გადაბარვიან. თუმცა ეგერ კოკაც დგას გუნცაძე უკან არჩანს კარგად. და ეს კიდე შიმშილობა იყო და უწმინდესი მობძანდა და შეგვაწყვეტინა შიმშილობა თქვა რომ უნდა დაამთავროთო და ბუნებრივია რომ ყველანი დავემორჩილეთ რა. უწმინდესი ძალიან სერიოზულ როლს თამაშობდა საერთოდ საქართველოს. ეს არის ლეგენდარული პიროვნება, მე ვფიქრობ რომ საერთოდ ისტორიული პიროვნება უწმინდესი დარეს 48 წელიწადია. მე ვიყავი მის ინტრონიზაციაზე 1977 წელს, მამაჩემმა წამიყვანა 22 წელს ვიყავი. 48 წელიწადია საქართველოს ეს ისტორია ძალიან ცოტა სახსოვს ამდენი და ნუ თან წარმოიდგინე 5 მღვდელთავარი, 20 ეკლესია და 30 მღვდელი რომ მოვიდა. დღეს 3000 ეპარქია. მღვდელი 36 და რამდენი ეპარქია და ეკლესიების რაოდენობას აღარ და ყველაზე დიდი ორი ტაძარი მსოფლიოში აშენდა საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. მოდით აი ამ რელიგიურ თემაზე და იმედით დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი ფილტრის გარეშე, რა თქმა უნდა, უსურვოთ პატრიოტიზმს. ჩვენი ერის ადიდებლად რა. უღმესი მადლობა გოგა, ამ საინტერესო ისტორიებისთვის და ძალიან თბილი დღეა დღეს ჩემთვის და რა ვიცი რა. მადლობა ძალიან დიდი არქივისტვის. აი, ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად. ესეთი რაღაცები გავიგე რაც არც ვიცოდი. თქვენი ოჯახის პირადი ისტორიების გაზიარებისთვის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას. ჩვენ ვაგრძელებთ